სუპერმარკეტ სპარის თანამშრომლების მიმართ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ ოცნების მხარდამჭერს მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნას მიმალვის ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხით ხსნიდა. დაცვის მხარე კი 5,000 ლარიან გირაოს შუამდგომლობდა. მანანა გიორგობიანის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი იცავს, რომელმაც დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ გიორგობიანის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზაა დანიშნული. მანჩო გიორგობიანმა ადვოკატს სიტყვა გააწყვეტინა. თქვა, რომ გიჟი არ არის და დაადასტურა, რომ ნარკოტიკს 30 წელია მოიხმარს. მოსამართლის კითხვაზე რატომ დაკავებულმა უპასუხა, მომწონს და იმიტომ. პროცესზე არსენ კალატოზიშვილმა მხარეებს ასევე კითხა, ხომ არ სურდათ ერთმანეთის აცილება, რაზეც გიორგობიანმა უარყოფითი პასუხი გასცა. ამისთანაც სიმპათიურ ბიჭზე უარს როგორ ვიტყვი, თქვა დაკავებულმა პროკურორზე. ბიზნესმენი ვარ ბიძინაზე მდიდარი. ეს სიტყვებიც მანჩო გიორგობიანს ეკუთვნის, რომელსაც მოსამართლემ კითხა, თუ რას საქმიანობს განსასჯელის სკამზე მყოფი ქალი. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ მანანა გიორგობიანს ბრალი დაუმძიმდეს. ეს იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მან დანაშაული ეთნიკური ნიშნითაც ჩაიდინა. სხდომის დასრულების შემდეგ, სანამ ბადრაგები გიორგობიანს დარბაზიდან გაიყვანდნენ, მან ხმამაღლა დაიძახა. გელა გელაძეს მოვაძრობ თანამდებობიდან მამუკა მდინარაძიანად. ეგენი აყირავებენ ოცნებას, რასაც მე არ დავუშვებ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ამავე საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრო მე-6 პირი 28 წლის კაცი დააკავა. დღესვე გაიმართება ამავე საქმეზე დაკავებული 5 პირის, მათ შორის მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილის, ჯაკო ჩარკვიანის სასამართლო პროცესი. ჩარკვიანს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასთან ერთად ცეცხლსასროლი არახის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვასაც ედავებიან. დანარჩენ 4-ს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა. დანაშაული 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება თავად მანანა გიორგობიანს, მას ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის მუხლით წარუდგინეს ბრალი, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Jaco, ese chene joveore. გამოძიების ინფორმაციით 2 ნოემბერს თბილისში მანანა გიორგობიანმა სპარის თანამშრომლებს თანხის დახურდავება მოსთხოვა, რაზეც უარის მიღების შემდეგ 19 და 21 წლის ახალგაზრდებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მაღაზიიდან გასვლის შემდეგ გიორგობიანმა ადგილზე მიიყვანა 5 პირი, რომლებიც დაზარალებულებს ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაზიანებები მიაყენეს. ამის შემდეგ ისინი ადგილიდან მიიმალნენ.